როცა უკრაინამ მიიღო M1 აბრამსის ტანკები აშშ-დან და ავსტრალიიდან, ვერავინ წარმოიდგენდა რა მოხდებოდა შემდეგ. ტანკში უამრავი განახლება განხორციელდა და უკრაინამ M1 აბრამსი დაუმარცხებელი გახადა. კუს ტანკები, უпроსორად, დაუნდობელი ძალა, რომელიც განახლებებმა M1 აბრამსი ნამდვილ ურჩხულად აქცია, რომელსაც რუსეთი ვერ ურუმკლავდება. უკრაინის განახლებული ტანკები მართლაც გასაოცარია და თვით ამერიკაც კი დაინტერესდება ამ განახლებებით, რომლებიც უპილოტო აპარატებს უპრეცედენტო გზით უპირისპირდება. უკრაინამ M1 აბრამსი ისე გარდაქმნა კუს ტანკად, რომ ახლა ის როგორც ტანკად, ისე დრონების წინააღმდეგ თავდაცვით ძალადაც მუშაობს, რაც მართლაც გასაოცარია. და მალე გაიგებთ, რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა ეს ტანკები სამხრეთის კონტრშეტევაში. მაგრამ ჯერ ძირითადი ინფორმაცია. 31 მარტის ევრომაიდანის პრეს-რეპორტის მიხედვით, რომლის ავტორიც არის Forbes-ის ყოფილი სამხედრო მიუმხილველი დევიდ აქსი, უკრაინა მუშაობს თავისი M1 აბრამსის მარაგზე, ამატებს ანტიდრონულ დაცვის ფენებს საბაზისო ჯავშანზე. უკრაინის პირველი საასალტო პოლკი ლიდერობს ამ ახალი თაობის ანტიდრონული ტანკების შექმნაში, როგორც ვხედავთ გამოსახულებებიდან, სადაც ტანკი გარდაიქმნება მრისხანე ცეცხლის ძალისა და დრონების დამანგრეველი დაცვის მომაგდინებელ კომბინაციად. პოლკმა თუნდაც ტელეგრამზე გააზიარა ფოტოები იმ M1-ის ტრანსფორმაციის შესახებ, რომელიც დაასრულა. ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა და ემრაფებს ფარავენ სპეციალურად მორგებული დაცვით, რომელიც საბრძოლო ველის ცვლილებებს ერგება. ძლიერი ჯავშანი ნიშნავს გადარჩენილ ეკიპაჟსა და ჯარისკაცებს, რაც თავის მხრივ ნიშნავს შესრულებულ მისიას. ვინც ადაპტივდება, ის გადარჩება და წინ წავა, აცხადებს პირველი შეტევითი პოლკი განცხადებაში, რომელიც გაზიარებულ ფოტოებს ერთვის. და პირველივე შეხედვაზე ეს ფოტოები აჩვენებს ტანკის ფრანგენშტაინს, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვეულებრივ ველოდებით M1 აბრამსისგან. ტანკის ქვემეხის ორივე მხარეს თითქოს მეტალის გალიებია დამაგრებული. სურათებში ჩანს, როგორ ამატებენ მუშები მეჩებ მეტალსაც და გალიებსაც თავიანთ ტანკებს. ეს გავს სხვადასხვა გადაწყვეტების ნაზავს, იმპროვიზებულ მეთოდს, რომ M1 დრონებისთვის რთულად დასამარცხებელი გახდეს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რასაც სურათებში ვხედავთ, ეს არის თვეების განმავლობაში განვითარებული დიზაინის შედეგი, რომლის მთავარი მიზანიც იყო ერთი მნიშვნელოვანი რამ: ანტიდრონული კუს ტანკის შექმნა, რომელსაც შეუძლია თავისი მთავარი იარაღის სროლა. ყველა ტანკის მთავარი ნაკლი, რომელსაც ანტიდრონულ გალიებს აყენებენ და რომელიც ომში აქამდე გვინახავს, ისაა, რომ ეს გალიები ტანკს უშლის ხელს თავისი მთავარი იარაღის გამოყენებაში თავდაცვისთვის. ხშირად ეს არის ცეცხლის ძალის მსხვერპლად გაღება გაძლიერებული დაცვის სანაცვლოდ და ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ტანკი უსარგებლო ხდება იმ ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რის გამოც საერთოდ არსებობს. აღარ არის ასე. უკრაინის M1 აბრამსის ტრანსფორმაციამ შექმნა კუს ტანკი, რომელსაც შეუძლია სროლა და ეს რამდენიმე ერთეულის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. 47 მექანიზებული ბრიგადა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გააძლიერა მათი M1 აბრამსის ტანკების დაცვა. აქსე იუწება, რომ ამ ბრიგადამ დაიწყო ფეთქებადი რეაქტიული ჯავშნის ახალი ფენების დამატება. მათ აბრამსის ტანკებზე ასევე დაამატეს რეზინის ქვედა საფარები, რომლებიც ამაგრებს კომპოზიტურ ჯავშანს, იმ დაახლოებით 30 ტანკზე, რაც მათ არსენალში ჰქონდათ. ეს კარგი დასაწყისი იყო, მეტი კიდევ მოჰყვებოდა. 425 შეტევითი პოლკი კიდევ ერთია, რომელსაც მცირე რაოდენობის აბრამსის ტანკები აქვს და ისიც აქტიურად მუშაობს საკუთარი დაცვის სისტემების განვითარებაზე. მათი 12 M1 ტანკი ახლა აღჭურვილია დიდი მეტალის ჩარჩოებით, რომელთაც შეუძლიათ ათასობით დრონების აფეთქებისათვის განკუთვნილი ლითონის წვეტების დაჯერა. კონცეფცია საოცრად მარტივია. რუსეთის FPV კამიკაძე დრონები ჯერ ლითონის წვეტებსა და ჩარჩოებს ეჯახებიან, რომლებიც მათ შეიცავს და მხოლოდ ამის შემდეგ ტანკს. ამიტომ დრონი უვნებლად ფეთქდება და ტანკი გზას აგრძელებს. შემდეგ მოდის ის, რაც პირველმა შეტევითმა პოლკმა გააკეთა. ის მეტალის გალიები, რომლებიც ადრე ვახსენეთ, აბრამსის მთავარი იარაღის ორივე მხარეს, ეს გალიები ახალი მეტალის ჩარჩოს ნაწილია, რომელიც გარს აკრავს M1-ის კოშკურას და საშუალებას აძლევს კოშკურას მარცხნივ და მარჯვნივ დატრიალდეს, რათა ტანკის ოპერატორებმა შეძლონ მათი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღის დამიზნება. ეს რევოლუცია ტანკების ანტიდრონულ ჯავშანში. ეს ნიშნავს, რომ ოპერატორები აღარ არიან შეზღუდულნი ტანკის მართვაში, მიზნისკენ ზუსტად იმ მიმართულებით თუ სურთ გასროლა მოახდინონ. ეს ტრანსფორმაცია ნიშნავს, რომ უკრაინის ხელში არსებული M1 აბრამსები რეალურად მუშაობენ ისე, როგორც ტანკები უნდა მუშაობდნენ. დამატებით კი აღჭურვილნი არიან საკმარისი ანტიდრონული ჯავშნით, რაც მათ შეუჩერებელს ხდის, როცა რუსეთის FPV დრონები სასიკვდილო ზონებში წინ მიიწევენ. მაგრამ აი აქ სასიამოვნო ირონია იჩენს თავს. უკრაინა, რომელიც ამ ომში დიდი ხნის განმავლობაში ინოვატორი იყო, ამ კონკრეტულ გამოგონებაში მიმბაძველად გადაიქცა. რუსეთი ეძებდა გზებს, რათა თავისი კუს ტანკები ისევ ნამდვილი საბრძოლო ტანკებად ექცია და რუსეთიდან გამოსული დიზაინის ნახაზები საფუძვლად დაედო ყველაფერს, რაც უკრაინამ შექმნა გარდაქმნილ M1 აბრამსის ტანკებთან დაკავშირებით. რუსული ნახაზები იანვრის ბოლოს გამოჩნდა და აჩვენა, რომ რუსეთმა დაიწყო ანტიდრონული გალიების მსგავსი კონსტრუქციების დაყენება ტანკების კოშკურებზე, რაც კოშკურებს ბრუნვისა და სროლის საშუალებას აძლევს. რუსეთს თითქმის 4 წელი დასჭირდა ამ იდეის მოსაფიქრებლად, მას შემდეგ რაც მთელი უკრაინის ომის განმავლობაში ათასობით ტანკი დაკარგა უკრაინის დრონების გამო. მაგრამ როგორც კი ეს ნახაზი გამოჩნდა, უკრაინამ ის ნახა, დააკოპირა და კიდევ უფრო გააუმჯობესა.
ეს ნახაზები პირველად სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, რაც მიუთითებს, რომ სადღაც სიბირის ომსკის ტრანსმაშის ტანკების ქარხანაში გაჟონვა მოხდა, სადაც როგორც იუწყებიან, ეს ნახაზები შეიქმნა და მათი გამოყენება რუსეთისთვის ახალი T-80 ტანკების წარმოებაში იგეგმებოდა. ეს ნახაზები მიუთითებს, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ანტიდრონული ტანკების მასობრივად წარმოებას, მაგრამ მას არასდროს ეგონა, რომ უკრაინა შეამჩნევდა პუტინის შეჭრის ერთ-ერთ იშვიათ რუსულ ინოვაციას და მას იარაღად გადააქცევდა პუტინის ძალების წინააღმდეგ. შესაძლოა იდეა რუსეთს დაებადა, მაგრამ სწორედ უკრაინა ამტკიცებს ახლა, რამდენად კარგად მუშაობს ეს მისი სამხრეთ ტერიტორიებზე. რაც შეეხება აშშ-ს, შეიძლება ისიც კმაყოფილი იყოს იმით, რასაც უკრაინა აკეთებს მის M1 აბრამსის ტანკებთან. უკრაინაც თავის მხრივ კმაყოფილი იქნება ამით. 2025 წლის ბოლოსკენ ავსტრალიამ უკრაინას 49 M1 აბრამსის ტანკი მიაწოდა, რაც გამოცემა 1945-ის თქმით აშშ-ს გააბრაზა. გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ცდილობდა ავსტრალია დაერწმუნებინა, არ მიეწოდებინა ტანკები უკრაინისთვის იმ დროს, როცა აშშ-შემ სამხედრო დახმარება შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2026 წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. მართალია, ეს თუ უბრალოდ გამოცემა 1945-ის ვარაუდია, ჯერ კიდევ გასარკვევია. მაგრამ ეხლა აშშ-შუც ძალიან გაუხარდება, რომ უკრაინა თავის ტანკებს დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად გადააკეთებს. საბოლოოდ, ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგია, რომელიც აშშ-ს უფრო მალე დასჭირდება ვიდრე გვიან, განსაკუთრებით თუ ირანში შესაძლო სახმელეთო შეჭრის შესახებ საუბარი ქმედებაში გადაიზრდება. ირანი არის შაჰიდის დრონების სამშობლო და უკვე არსებობს ცნობები, რომ ის რუსეთთან ერთად მუშაობს ოპერაცია ეპიკური რისხვის წინააღმდეგ. თუ აშშ-ში სახმელეთო შეჭრა მოხდება და იმდენად მასშტაბური გახდება, რომ ტანკები და ჯავშან ტექნიკა ჩაერთოს, ირანი სავარაუდოდ დაიწყებს იმავე ტიპის FPV დრონების გამოყენებას, რომელთა წინააღმდეგაც უკრაინა ებრძვის თავისი აბრამსის მოდიფიკაციებით. ასეა, ეხლა აშშ-ს აქვს გეგმა თუ როგორ დაუპირისპირდეს ამ მიდგომას იმ ქვეყნისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ გააძლიეროს თავისი ალიანსი აშშ-სთან. ზოგი გააკრიტიკებს იმას, რაც უკრაინამ მოიფიქრა როგორც ფრანგენშტეინის ტანკის უახლეს ვერსიას, რისთვისაც რუსეთს დასცინოდნენ. მაგრამ ისინი ბევრად მეტია ვიდრე ეს. რუსეთის ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ უკრაინამ წარსულის დასაცინო კოუპის გალიები გადააქცია რეალურ უპირატესობად, რაც M1 აბრამს ბრძოლის ველზე ძლიერ ძალად აქცევს. და ეს უბრალოდ ვარაუდი არ არის. არსებობს ვიდეო მასალა უკრაინის გარდაქმნილი ტანკების შესახებ, რაც ამტკიცებს, რომ ეს იარაღი სამხრეთის კონტრშეტევაში დიდი უპირატესობა იქნება. ეს მხოლოდ თავისთავად ყველაფერს ცვლის. სხვათა შორის კიდევ ბევრია მსგავსი მასალა. თუ თქვენთვის საინტერესოა The Military Show, არ დაგავიწყდეთ ახზე გამოწერა. ეხლა ვიდეო მასალა. რას აჩვენებს ის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გადავდივართ პრილუკიში, სადაც არის ან იყო მტრის საყრდენი პუნქტი ზაპოროჟიეს რეგიონში. თებერვლის დასაწყისიდან, რაც დაახლოებით იმ დროს ემთხვევა, როცა უკრაინის სამხრეთის კონტრშეტევა დაიწყო, ეს საყრდენი პუნქტი იერიშის ქვეშ იყო პირველი იერიშის პოლკის ფოლკის მხრიდან. არტილერია გამოიყენეს და მან რუსული თავდაცვა მთლიანად გაანადგურა. როგორც ყოველთვის, უკრაინის დრონები აქტიურად მონაწილეობდნენ ბრძოლაში, ანადგურებდნენ რუსული ჯარების განლაგებებს და ატარებდნენ დაზვერვას. მაგრამ მთავარი გმირი იყო მოდიფიცირებული M1 აბრამსის ტანკი, რომელმაც 3 დარტყმით დაასრულა შეტევა და მნიშვნელოვნად გაამარტივა იერიშზე მყოფი ჯარისკაცების საქმე, ზუსტად ისე, როგორც ტანკს ეკადრება. უკრაინის გათავისუფლების ღია წყაროების დიაწკარტაზვერვის ექს-ანგარიშის მიერ გავრცელებულ 25 წამიან ვიდეოში ჩანს, როგორ მოქმედებს უკრაინის ახალი ტანკი. ვიდეოს დასაწყისშივე ვხედავთ 3 რუსული პოზიციის მონიშნულ ადგილს და ტანკს, რომელიც გზაზე მიემართება მათ დასაპირისპირებლად. შემდეგ ისმის პირველი გასროლა. ერთი პოზიცია ნადგურდება, როცა აბრამსი პირდაპირ მოხდება მიზანს. შემდეგ ტანკი წინ მიიწევს და მეორე რუსულ პოზიციას უპირისპირდება. ვხედავთ იგივე შედეგს: დამიზნება, გასროლა, განადგურება. კიდევ ერთი პოზიცია ნადგურდება. ბოლოს ვხედავთ იდეალურ მაგალითს იმისა, თუ რა შედეგი მოიტანა უკრაინის უახლესმა ინოვაციამ მის ტანკებზე. ტანკი წინ არ მიიწევს, უბრალოდ მარჯვენა მხარეს ატრიალებს ლულას და ბოლო რუსულ პოზიციას ესვრის. ტანკს არ დასჭირდა წინ წასვლა ან შემოbrunება. მან გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ლულა ატრიალა და გაისროლა. ეხლა უკრაინას ჰყავს ტანკი, რომელიც ისე მუშაობს, როგორც ტანკი უნდა მუშაობდეს, ოღონდ ბევრად ეფექტურია. თავდაცვა უტევას უტოლდება და რუსეთს ამაზე პასუხი არ აქვს. ნიშნულოვანია ის ადგილი, სადაც უკრაინამ გამოიყენა თავისი M1 აბრამსი. ზაპოროჟიე სამხრეთის რეგიონის ნაწილია, სადაც უკრაინა იანვრის ბოლოდან უტევს და ტერიტორიებს იბრუნებს. ეს უკვე თავისთავად დამცირებაა რუსეთისთვის, დაზეც ძალიან მალე ისევ დაბრუნდებით. მაგრამ ამ დამცირებამდე კიდევ უფრო დიდი სიცხვილია, რომელსაც პუტინი და მისი გარემოცვა იგრძნობენ, იმის გამო, რომ ახლა უკრაინა ლიდერობს ტანკების გამოყენებაში ბრძოლის ველზე. ასე არასდროს უნდა ყოფილიყო. რუსეთი ტანკების მეფე უნდა იყოს. ქვეყნის უზარმაზარი მარაგი ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მისი სამხედრო იდენტობისთვის, ობისთვის როგორც უკრაინისთვის საფრთხე, როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. თუმცა 4 წლიანი ომის განმავლობაში მძიმე დანაკარგებმა გამოიწვია ის, რომ რუსული ტანკები ბევრად ნაკლებად გამოიყენება ვიდრე პუტინს სურს. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ შეჭრის დაწყებიდან 2 აპრილამდე რუსეთმა დაკარგა 11830 ტანკი.
ეს მაჩვენებელი თითქმის 3000 ტანკს შეადგენს წელიწადში, რასაც რუსეთი კარგავს, რაც სერიოზული დარტყმა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინაში ტანკებით შესვლა და ყველაფრის დაპყრობა. ეხლა რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ტანკების გამოყენებაში პარალიზებულია. როგორც აქზე აღნიშნავს, რუსეთს ტანკების გაჩერება მოუხდა. ისინი მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოჰყავს და ყოველთვის ეშინია იმ განმეორებითი დარტყმების, რაც უკრაინას შეუძლია მიაყენოს FPV დრონებით. 2025 წლის დიდი ნაწილი რუსულ ძალებს მოუწია თავიანთი ნელამოძრავი ტანკების მიტოვება და უფრო პატარა და სწრაფი ჯავშან ტექნიკის არჩევა, ან ბევრ შემთხვევაში მოტოციკლებისა და სამოქალაქო მანქანების გამოყენება, რადგან მათ ეგონათ, რომ ასე უფრო მეტი შანსი ექნებოდათ დრონების თავიდან ასაცილებლად. როცა ეს სტრატეგია არ გაამართლა, რუსეთის მეთაურები ტანკებს აღარ დაუბრუნდნენ. მათ დაიწყეს ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე ფეხით გაგზავნა, ხშირად მცირე შეხტევის ჯგუფებად, რომლებსაც ევალებოდათ თავდაცვის მოწყობა და მოლოდინი დახმარების, რომელიც ხშირად არ მოდის. რუსეთის მთავარი და საყვარელი სტრატეგია, მასიური მექანიზებული შეტევები, მოუწიათ მიეტოვებინათ. რუსეთის ტანკების დანაკარგები უკრაინაში მკვეთრად შემცირდა ამ იძულებითი სტრატეგიის ცვლილების შედეგად. მაგალითად, Defense Express იუწყება, რომ იანვარში რუსეთმა მხოლოდ 14 დადასტურებული ტანკის დაკარგვა გამიცადა, ხოლო თებერვალში მხოლოდ 5. შედარებისთვის 2022 წლის მარტში დადასტურებული ტანკების დანაკარგი 278 იყო, რაც ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთს მოუწია ვლადიმირ პუტინის საყვარელი მექანიზებული შეტევების შეწყვეტა, რადგან იმდენი ტანკი დაკარგა, რომ ამ შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლო. ეს თავისთავად საკმარისად დამამცირებელია, მაგრამ სიტუაცია რუსებისთვის კიდევ უფრო მტკივნეული ხდება, როდესაც ისინი ხედავენ უკრაინის M1 აბრამსის ტანკს იმ მოქმედებაში, რაც ზაპორიჟიაში ვიხილეთ. როდესაც რუსეთს ტანკების გაჩერება მოუწია, უკრაინის ტანკისტები უფრო თამამები გახდნენ. ისინი სრულმასშტაბიან მექანიზებულ შეტევებს არ იწყებენ. უკრაინას ამისთვის საკმარისი M1 არ აქვს და რუსეთის დრონები მაინც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ახლად შეჯავშნული ტანკებით უკრაინას შეუძლია სწრაფი კონტრშეტევები განახორციელოს რუსულ პოზიციებზე. ტანკები შედიან, სწრაფად ანადგურებენ და ისევ გამოდიან. ამ ყველაფრის პარალელურად ისინი დაცულნი არიან ანტიდრონული ჯავშნის ახალი ფორმით, რაც მათ კვლავ კოშკურის დატრიალების საშუალებას აძლევს. შეადარეთ ეს რუსეთის მცდელობებს შექმნას რამე მსგავსი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დიზაინი სავარაუდოდ რუსულ გეგმაზეა შთაგონებული, რეალობა რუსეთის ტანკის ბევრ მძღოლისთვის ისაა, რომ მათ არაფერი უნახავთ მსგავსი იმისა, რაც უკრაინამ ახლახან წარმოადგინა ბრძოლის ველზე. რუსეთის კუტანკები მართლაც სავსეა თავდაცვითი საშუალებებით, მაგრამ ისინი იმდენად გადატვირთულია, რომ კოშკურებს ვერ ატრიალებენ და თვითონ ტანკებსაც ძლივს გადაადგილდებიან. ერთი მაგალითი მოდის 29 მარტიდან, როცა ევრომაიდან პრესმა გამოაქვეყნა სურათი, რომელსაც მან გიგა კუტანკი უწოდა და რომელიც დაფარული იყო ყველა სახის თავდაცვით, რაც კი რუსეთს შეეძლო მოეფიქრებინა. წვეტები, ჭაჭვები და ნაღმსაწინააღმდეგო როლერები მთელ ტანკზე იყო დამაგრებული, ისე რომ კოშკურაც კი აღარ ჩანდა. ამ ჯავშანს წონა აქვს. გიგა კუ მხოლოდ 10 კმ/სთ-ში, ანუ 6.2 მილი/სთ-ში სიჩქარეს აღწევს. რუსეთმა მანევრირებადობა და მრავალმხრივობა თავდაცვაში გაცვალა, მაშინ როცა უკრაინა ამ სამ ფაქტორს შორის ბალანსს პოულობს. რუსული გიგა კუ უზარმაზარი სამიზნეა, რომელიც თითქოს სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ უკრაინამ მეტი დრონი და საბრძოლო მასალა დახარჯოს მის გასანადგურებლად და სხვა არაფერში. მაგრამ უკრაინის M1 აბრამსის მოდიფიკაციები მას საშუალებას აძლევს ერთდროულად მიაწოდოს ცეცხლით ძალა და ეფექტურად დაიცვას თავი რუსეთის დრონებისგან. ეს გვაბრუნებს ზაპოროჟიეში და უკრაინის სამხრეთ კონტრშეტევაზე. რაც უკრაინამ აქ შეძლო აშენება, იდეალურია კონტრშეტევის მხარდასაჭერად, რომელიც მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც SpaceX-მა რუსეთს შეუწყვიტა წვდომა არალეგალურ Starlink ტერმინალებზე, რომლებსაც ისინი იტენებდნენ დრონებისა და ჯარის მოძრაობის კოორდინაციისთვის ფრონტის ხაზზე. რუსეთის რიგებში შექმნილმა ქაოსმა უკრაინას მისცა შესაძლებლობა დაეწყო კონტრშეტევა ოკუპანტების წინააღმდეგ და როგორც ზაპოროჟიეში ვნახეთ, ტანკები გამოეყენებინა იზოლირებული თავდაცვითი ჯიბეების წინააღმდეგ, რომლებიც ფრონტის ხაზს მყოფი მეთაურებისგან მოწყვეტილნი არიან. დრონების უპირატესობა გაიზარდა ნაცრისფერ ზონებში, რომლებიც ფრონტის ხაზს მიღმა, რადგან რუსეთს აღარ შეეძლო კომუნიკაცია იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც ამ რეგიონებში ხდებოდა შეყვანილი. უკრაინა სარგებლობს ამით და მოდიფიცირებულ ტანკებს იყენებს რუსეთის თავდაცვების გასანადგურებლად, რაც ქმნის პირობებს, რომ დრონებმა და სახმელეთო ძალებმა გაანადგურონ დარჩენილი წინააღმდეგობა და უკრაინისთვის დაიბრუნონ ტერიტორიები. ეს მეთოდი ორ თვეზე მეტია, რაც წარმატებით მუშაობს. მარტის 26-ისთვის გამოცემა New Voice of Ukraine-მა განაცხადა, რომ უკრაინამ ოლექსანდროვკის სექტორში გაათავისუფლა 9 დასახლება და 440 კვადრატული კილომეტრი, ანუ თითქმის 170 მილი ტერიტორია. ამ ოპერაციის დროს რუსეთს დიდი დანაკარგები ჰქონდა, რაც უკრაინის სამხრეთში ბუფერული ზონის შექმნის მცდელობებს დაუპირისპირდა. ტანკები, როგორიცაა M1 აბრამსი, უძღვებიან შეტევას მას შემდეგ, რაც გააძლიერეს ისეთი ნაწილები, როგორიცაა 425 შეტევითი პოლკი, რომელიც ადრე ვახსენეთ, სამხრეთისკენ დაიძრა, რათა რუსი ოკუპანტების ძალებს განადგურება მიეყენებინა. ეს სწორედ ის რამეა, რასაც რუსეთი ყოველთვის ცდილობდა თავისი მექანიზებული შეტევებით უკრაინის თავდაცვაზე.
ისევე როგორც უკრაინამ გააუმჯობესა რუსეთის გეგმები, ახალი M1 ტანკის თავდაცვითი სისტემების ასაშენებლად, ასევე მოერგო რუსეთის სტრატეგიას და გამოიყენა სწრაფი შეტევები ტანკებით, რომლებიც გზას უხსნიან ტერიტორიის გათავისუფლებას. ეხლა მას ჰყავს ტანკები, რომლებიც დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებში გადაადგილდებიან, რომელთა შექმნასაც რუსეთი ცდილობდა. ეს კიდევ უფრო უკეთესია სამხრეთის კონტრშეტევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის Starlink-ის ცდომა გათიშულია, მას მაინც აქვს საკუთარი FPV დრონების უზარმაზარი რაოდენობა. მათ მხოლოდ 2025 წელს გეგმავენ 2 მილიონი ასეთი დრონის წარმოებას. ეს დრონები ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის ტანკებისთვის, როგორც უკრაინის დრონები რუსეთის ჯავშან ტექნიკისთვის. მაგრამ ეხლა უკრაინას ანტიდრონული ტანკები ჰყავს, რომლებიც ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას შეძლებენ და კვლავაც იმგვარ შეტევით ძალას წარმოადგენენ, როგორიც ზაპორიჟიაში ვიხილეთ. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რასაც უკრაინა 2026 წელს გეგმავს მიაღწიოს. რუსეთის ძალების გამოფიტვა, მათთვის გარღვევების შესაძლებლობის წართმევა და რეზერვების შექმნა, რომელსაც უკრაინა გამოიყენებს შემდგომი კონტრშეტევებისთვის და საკუთარი თავის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის სამი მიზანი, რომელიც უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სივსკიმ მარტის ბოლოს დაასახელა. უკრაინა სურს, რომ პუტინის ძალები უკრაინის ნებაზე იმოქმედონ. ეს გამოსდის. რუსეთის მიერ დაწყებული 13 მიმართულებებიანი საგაზაფხულო შეტევა უკვე თითქმის ყველა მიმართულებით იბლოკება. სამხრეთის კონტრშეტევამ, სადაც უკრაინამ თავისი მოდიფიცირებული ტანკები გამოიყენა, დიდი როლი ითამაშა. ეს განსაკუთრებით ასეა უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც რუსეთი ცდილობს დონბასის აღებას. პუტინის მიზანი იმ ბუფერული ზონით, რომელიც ვახსენეთ, იყო უკრაინისთვის აღმოსავლეთში გაძლიერების, სამხრეთის გზით გაგზავნის აღკვეთა. ამ ბუფერულ ზონაში დიდი ხრელები გაჩნდა და ახლა რუსეთს იძულებული აქვს მეტი რესურსი გადაისროლოს სამხრეთში, რაც თავისუფლ რესურსებს ართმევს მის მთავარ ძალისხმევას უკრაინის აღმოსავლეთში. ეს ყველაფერი უკრაინის მიერ ფრთხილად იყო დაგეგმილი. როდესაც Starlink რუსული ძალებისთვის გაითიშა, უკრაინამ თავისი გეგმა იდეალურად განახორციელა. მოდიფიცირებული M1 Abramsis ტანკები უკრაინის კონტრშეტევის ნაწილი იყო, რომლის დროსაც უკრაინამ რუსეთიდან უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე 2023 წლის ზაფხულის შემდეგ ნებისმიერ სხვა დროს. ეხლა Abramsები კიდევ უფრო მეტისთვის არიან გზად. ახალი ანტიდრონული ჯავშნით აღჭურვილები და იმ შესაძლებლობებით, რისთვისაც ისინი ყოველთვის იყო შექმნილი, ეს ტანკები გააგრძელებენ მონაწილეობას უკრაინის სწრაფ შეტევებში რუსეთის თავდაცვით პოზიციებზე. უკრაინას ხელში მართლაც არაჩვეულებრივი რამ აქვს. რუსეთის ჯარებმა უკვე იგრძნეს ის ძალა, რაც მას შეუძლია მიაკენოს, მაგრამ დიდი ალბათობით უკრაინა მხოლოდ ახლა იწყებს და მისი ტანკები ნამდვილი შიში გახდება პუტინის მარიონეტებისთვის, რადგან კიდევ უფრო მეტი მათგანი აღიჭურვება იმ დაცვითი საშუალებებით, რომლებიც პირველმა შეტევით მოპოვკმა შეამოწმა. ყველა დაბრძოლების მიუხედავად რუსეთი მაინც აგრძელებს თავის გაზაფხულის კონტრშეტევას. ეს შეცდომა, მათი მცდელობის სანაცვლოდ, რუსეთის ჯარისკაცებმა წლის ყველაზე სისხლიანი დღე გადაიტანეს, რადგან მხოლოდ 24 საათში მათგან 1000-ობით დაიღუპა. უარესი ჯერ კიდევ წინ არის. და ამ საშინელი დღის შესახებ რუსეთისთვის უფრო მეტს გაიგებთ, თუ ჩვენს ვიდეოს ნახავთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგცეთ ჩვენი უკრაინის ომის გაშუქება. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.